მეგობრებო, მოგესალმებით. რაში არის თქვენი ძალა ახლა? მოდით ახლა მეთქე თქვენ ექსპრეს საჯარო გაშლის და ექსპრეს ვამბობ, იმიტომ რომ ესეთი გადახედვა გვექნება თქვენი ენერგიების, პულს შევამოწმებთ, როგორ გიცემთ, როგორ გიმუშავებთ სასიცოცხლო ენერგიები და თემაც ასეთი იქნება. სად უნდა მოუმართო ჩემი სასიცოცხლო ენერგია ახლა, ხო? იმიტომ რომ ხანდახან გვაქვს ენერგია, მაგრამ არ ვიცით სად წავიღოთ, ან ვიცით და გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ვერ მიგვაქვს, ან არ ვიცით და არასწორ მიმართულებით ვუშვებთ და ვანიავებთ, ხო? ამიტომ რომ არ დავანიავოთ და გავანიავოთ ენერგიები, მე ვიქნებ ესეთი ერთგვარი კომპასი თქვენთვის, რომელიც გაჩვენებთ მიგასწავლით, მოდი ასე ვთქვათ, იმ კონკრეტულ ენერგიას, უბრალოდ ასპექტებს, მიმართულებას, ხო, სადაც თქვენი ენერგია ახლა უნდა წაიღოთ იმისთვის, რომ თქვენი სასურველი შედეგები მიიღოთ, ხო, მასია. მას შესაძლოა პირველი ვარიანტი, სად უნდა მომართოთ თქვენი ენერგია ახლა, მეორე ვარიანტი, სად უნდა მომართოთ თქვენი ენერგია ახლა და მესამე, სად უნდა მომართოთ თქვენი ენერგია ახლა. სამი ვარიანტი არის თქვენს წინაშე. პირველი ვარიანტი გვექნება შავი ობსიდიანი, მეორე ვარიანტი გვექნება სანთელი აქვს მეთქი, ხო არ გამიტყდა თქო, ეს საინტერესო ეგზემპლარი მაქვს, ან მიყვარს ამონიტი. ეს მეორე ვარიანტია და მესამე ვარიანტი გვექნება ესეთი დახვრეტილი ქვა. ესეთი სამი ვარიანტი არის თქვენს წინაშე. კარგად დააკვირდით ახლა სამივე ვარიანტს, სამივე მინერალს, აუცილებლად თქვენი ვარიანტი დაგიძახებთ და მიგიზიდავთ. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველი. სადმა წაიღოთ თქვენი ენერგია ახლა. სადმა წაიღოთ თქვენი ენერგია ახლა და ამოვიდა კვერთხების მეფე. მე არ ვიტყვი რომ თქვენი ენერგია ახლა კონკრეტულ ადამიანთან უნდა წაიღოთ, იმიტომ რომ ეს არის სიგნიფიკატორი და ეს ხართ თქვენ. ეს ხართ თქვენ ნამდვილად და შემიძლია გითხრათ, რომ მთების გადაბრუნებას შეძლებთ, თუ კი თქვენს ენერგიას ახლა სწორად და ადეკვატურად მომართავთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც შესაძლოა ახლა რაღაცა რთული პერიოდი გაიარა, რთული პერიოდი, ცვლილებების პერიოდი გაიარა, შესაძლოა გარკვეული ტრანსფორმაციებიც გქონდათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა ხართ ის პეპელა, რომელმაც ჭუპრი გახსნა, გამოვიდა გარეთ და მზად არის, რომ სამყარო დაიპყროს და თქვენ ნამდვილად გაქვთ ესეთი ძალიან ძლიერი ენერგია, ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ შევიდეს ნებისმიერ ახალ გამოცდილებაში, რომელიც შესაძლოა ძველად მას ეს გამოცდილებები აშინებდა, ხო? ანუ ადამიანი ზღვა ენერგიით. მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი ენერგია ახლა კონკრეტულად, ხო, უნდა წაიყვანოთ თქვენს ფინანსებში და თქვენს კარიერაში. ანუ კარიერა განსაკუთრებით თუ თქვენი საქმე გაქვთ. განსაკუთრებით თუ თქვენი საქმე გაქვთ, აი საკმაოდ გემრიელი ენერგია გაქვთ იმისთვის, რომ ეს საქმე კიდევ უფრო მეტად გააფართოვოთ. ძალიან მაგარი ენერგია გაქვთ იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობები და ვთქვათ, მეტი ვარიანტები თუნდაც აღმოაჩინოთ საკუთარ პროფესიულ განვითარებაში, უფრო მეტად გაფართოვდეთ, უფრო მეტი პროფესიონალიზმი, ვთქვათ, გაზარდოთ თქვენი, უფრო მეტი შესაძლებლობები გამოიჩინოთ, გაზარდოთ მასშტაბები, ხო, იმიტომ რომ ამის ენერგია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად გაქვთ. თუმცა ასევე გარკვეულწილად შეიძლება ეს ნიშნავდეს, მოდით მაინც წავიკითხავ ამ ვარიანტს, იმიტომ რომ გარკვეული მსისკარელების უკაცრავად გარკვეული მსმენელისთვის ეს მნიშვნელოვანია, ჩემ ჯგუფს მივმართე აქ. მსისკარელებო ასევე ეძახი და ასე გავაშერე მსისკარელები. მოკლედ. პირველი ვარიანტი რა გითხრათ, აქ არის ის მომენტი, რომ შეიძლება ეს ეხებოდეს კონკრეტულ ურთიერთობას, სადაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს, რამდენად გულწრფელია ეს ურთიერთობა, რამდენად მარტო ხართ ამ ურთიერთობაში და ხომ ტანგოს სამი ხომ არ ცეკვავთ, აი ესეც მნიშვნელოვანია, ეს უბრალოდ ერთგვარი მინიშნება არის, რომ შეიძლება ადამიანი მთლად გულწრფელი თქვენთან მიმართებაში არ იყოს და კარგი იქნება, მაგრამ ეს ყველას არ ეხება ვიმეორებ, მაგრამ კარგი იქნება, რომ ადამიანი ერთგულების ტესტი გაატაროთ ადამიანს, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა ესეთი ინფორმაცია მოდის, რაც მაინც და მაინც შეიძლება არ იყოს თქვენთვის არც
გულწრფელი არც მართალი და რაღაც манипуляციებს ვწოდოთ თქვათ გარკვეულ ტყუილებს კონდეს აქ ადგილი თქვენთან მიმართებაში, ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ მიაქცევთ ყურადღებას, ხოლო რაც შეეხება ენერგიას, მთელი თქვენი ენერგია მომართეთ კარიერაში და განვითარებაში, იმიტომ რომ ახლა ნამდვილად გაქვთ იმის ძალა და პოტენციალი, რომ თქვენი მაქსიმუმი რატომაც არა გააკეთოთ და მოწყვიტოთ ის წარმატების ვარსკვლავი, რომელიც თქვენ გეკუთვნით. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი თქვენ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. რას უნდა მიაქციოთ ახლა ყურადღება? აი თქვენც ასე ხართ, ხო? თქვენ პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ნიშნებს ყურადღება. ნიშნებს ყურადღება, იმიტომ რომ სამყაროს მიყავხართ თქვენი წარმატების გზაზე. მიყავხართ წარმატების გზაზე სამყაროს და აქ იცით როგორი რაღაც არის, აქ მეკითხოდით რომ თქვენი ნიჭიერება, თქვენი ძალაც უნდა გაერთიანოთ თქვენს ინტუიციასთან. და თქვენ გეუბნებიან რომ თქვენ ახლა იმდენად გაძლიერებული გექნებათ ინტუიციაც, რომ პირველში აუცილებლად სწორ ნაბიჯებს გადადგამთ. აღარ დაელოდებით და აღარ უნდა დაელოდოთ თუ ახლა რაღაცას ელოდებით. ზედმეტ თქვათ გადადებული საქმე აღარ ვარ ხო, ამიტომ თქვენ გეუბნებიან გადადგით ნაბიჯები თქვენი პირადი წარმატებისკენ. ახლა რაზეც თქვენ ფიქრობთ, ყოველთვის სხვადასხვა არის ეს ყველაფერი. ხვდებით ხომ? ყველასთვის სხვადასხვა არის წარმატება, მაგრამ თქვენ გეუბნებიან რომ აი ახლა ეს პერიოდი, იმდენად ისეთი პერიოდი გაქვთ კარგი, ხო? თქვენი გადადგმული აქტიური ნაბიჯები, პლუს ნიშნები, პლუს ინტუიცია, ეს ყველაფერი ერთად, რაც ახლა მოусმინეთ საკუთარ გულს, ხო? რა გეძახით ახლა ყველაზე მეტად, რისი გაკეთება გინდათ ახლა ყველაზე მეტად. ფიქრობთ რომ საზღვარგარეთ უნდა წახვიდეთ, არ ვიცი, ვიღაცისთვის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, ამიტომ რომ გაიალო ახლა ჩემში, ხო? წადით, იმიტომ რომ ეს შეიძლება თქვენთვის ბევრად უკეთესი იყოს, ხო, თქვენი მომავლისთვის, ხო? გინდათ სამსახურის შეცვლა, შეიცვალეთ, ნუ გეშინიათ, იმიტომ რომ აი ეხლა მინიშნებებთან ერთად, როგორც იტყვიან, სამყარო არის თქვენს გვერდით. თავისი სიგნალებით, თავისი ნიშნებებით, თავისი სიმბოლოებით, ხო, ყველაფერი თითქოს პულსირებს და გაჩვენებთ გზას. ასე რომ იმოძრავეთ, ენერგიაც გაქვთ, შესაძლებლობაც გაქვთ. თუ ახლა იტყვით რომ ნინო რა ის ენერგია არაფერი არ მეხალისება და არ მაქვს კარგი განწყობა, უყურეთ ამ საჯარო გაშლას, ან გაიხსენეთ ჩემი სიტყვები, რა ვიცი, 1-3 დღეში, ხო, იმიტომ რომ ეს მოწყენილობაც აუცილებლად გადავა, ენერგია აუცილებლად დაგიბრუნდებათ და უფრო მეტიც არამც დაგიბრუნდებათ, არამედ მზად იქნებით რომ ჰორიზონტები დაიპყროთ, ხო, ასე რომ კიდევ ერთხელ განმეორდები, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ის რაც ძველია და დამთავრდა და რაც ვთქვათ უკვე აღარ გემსახურებათ, არის დრო, რომ შეცვალოთ, და ხო გეუბნებით, თითქოს მთელი სამყარო თქვენთან ერთად ამბობს ამას, წადი, მიდი, შეცვალე, შენ გააქვს ამის ენერგია, შენ გააქვს ამის შესაძლებლობა, ასე რომ მიდით, ახლა რასაც კარნახობთ გული, კარნახობთ ინტუიცია, ეს არის ის სწორი გზა, კონკრეტულად სწორი თქვენთვის. იმიტომ რომ თუ რა არის თქვენთვის სწორი, იცით მხოლოდ თქვენ, მეტი არავინ. დაგემშვიდობებით, მეორე ვარიანტი თქვენც და მესამე ვარიანტი თქვენ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? თქვენ რას უნდა მიაქციოთ და ორიანების პენტაკლები. ნუ ორიანები ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ჯგუფშიც ვთქვი, იმიტომ რომ იცით როგორი ის არის, თითქოს არის იმპულსი, მაგრამ არ არის მოძრაობა, ხო, არ არის განვითარება, გულისხმობს ესეთი პასიური ენერგიებია, ხო? არსებულის ლავირება, არსებულის დაბალანსება, კი ბატონო. ყურადღება მიაქციეთ აი ზუსტად აი ამ ბალანსს, ახლა რაც ზემოთ ვახსენე, ხო? იმიტომ რომ აი ახლა თქვენს ცხოვრებაში გარკვეული ქაოსური პერიოდის შემდგომ უკვე იწყებს ენერგიები დაბალანსებას, ხო? იწყებს ენერგიები დაბალანსებას, განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება, ასევე რა თქმა უნდა, პენტაკლი არის თქვენს ფინანსებს, ხო? მიაქციეთ ყურადღება და უახლოესი პერიოდის განმავლობაში, აი განსაკუთრებით დასვით აქცენტები, სად მიდის თქვენი ფინანსები, როგორ მიდის თქვენი ფინანსები, რამდენად მიდის თქვენი ფინანსები. საერთოდ ფინანსები რა არის, ხო? ფული არის ეს ენერგია,
ენერგია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ გარკვეული გასამრჩევლოს სახით, ხო? როდესაც ადამიანები ვცვლით ძალას, ენერგიას, დროს და სანაცვლოდ ფული ეს არის ფორმა, რომელიც ადრე სხვა ფორმა ჰქონდა, ახლა სხვა ფორმა აქვს, მე შეიძლება საერთოდ სხვა ფორმა ჰქონდეს, ეს არის უბრალოდ ენერგიის ვალუტა, მოდი ასე ვთქვათ, ხო? და ნახეთ, უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ დასმული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ მე რაშიც დროს ვხარჯავ, რაშიც ჯანმრთელობას ვხარჯავ, ენერგიას ვხარჯავ, შესაბამისად, რამდენად პატივისცემით ვექცევი ამ რესურს ერთი, რამდენად ვუფრთხილდები ორი, სად მიდის სამი და რამდენად ბალანსში მაქვს ზოგადად ეს საკითხი, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ კი ბატონო ფინანსებს ეხება რეალურად, ხო ეს ყველაფერი, ფინანსებს ეხება რა თქმა უნდა, მაგრამ არა მხოლოდ, შეიძლება ეხებოდეს პარტნიორულ ურთიერთობებს. ხო, ნახეთ, თქვენთვის ახლა არის მნიშვნელოვანი რომ გაიგოთ დროა ბალანსი შემოიტანოთ თქვენს რეალობაში. დაამშვიდოთ ენერგიები თქვენს ირგვლივ, ხო? იმიტომ რომ ნებისმიერ ქაოსს მე აუცილებლად სჭირდება სიმშვიდე. აუცილებლად ქაოსში რთულია, ხო, რომ გაიგო რა გინდა, როგორ გინდა, რამდენი დრო ემოციებში ხარ, განცდებში ხარ, დრამებში ხარ შესაძლებელია და ახლა შენ გეუბნებიან, რომ უკვე ეს რაღაცნაირად დადგა ის პერიოდი, რომ შენს ირგვლივ დააბალანსო რა არის პრიორიტეტი, რა არის ნაკლებ პრიორიტეტი, სად მიდის შენი ენერგია, სად არ მიდის შენი ენერგია, სად მიდის შენი ფინანსები, სად არ მიდის და ის ვთქვათ, რასაც ყურადღებას ნაკლებად აქცევდით, დრო არის რომ ყურადღება მიაქციოთ. თუ კი სუმთლიანად სამუშაოში იყავით გადართული, დრო არის რომ ვთქვათ ყურადღება პარტნიორულ ურთიერთობებს მიაქციოთ და ოჯახის სიმწევრებს, რომელსაც თქვენი ყურადღება ენატრებათ. აი ეს არის ხო, დააბალანსოთ თქვენი სამსახური, ფინანსები, პარტნიორული ურთიერთობები და საერთოდ ბალანსში მოიყვანოთ თქვენი ენერგიები. სად, რა დროს, როგორ და რანაირად მიდის და გადის თქვენგან და რამდენად ადეკვატურად გიბრუნდებათ უკან. კარგით, შევთანხმდით, მე კიდევ გიმშვიდობებით, საუკეთესო სურვილები თქვენთან იყო, არის და იქნება ნინო. შეხვედრამდე.